მოგესალმებით, ეს 20-ია, მე მაკა ცინცაძე ვარ. საქართველოს ევროპა იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევროპამ თავად არიწოდა, რომ ევროპა იყო. ეს განცხადება დავით უსუფაშვილს ეკუთვნის, რომელიც ეკონომიკაზე საუბრისას ამბობს, რომ პრობლემის სათავეს მინისტრები არ წარმოადგენენ. რამდენად ნაყოფიერად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას და რატომ ფიქრობს, რომ ოპოზიციის ნათქვამს 10%-ზე მეტი ყურადღება არ უნდა დაუთმონ. ამას გარდა მაპის მიღების რა შანსი აქვს საქართველოს ვარშავის სამიძე და პროკურატურის რეფორმირების შედეგად როდის ეყოლება ქვეყანას ახალი მთავარი პროკურორი. რამდენიმე წუთში ამ და სხვა აქტუალურ შეკითხვებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში კი უნიკალური კურორტის საირმე მიტოვებული ზეკარი ბაღდათური ღვინო და მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი. როგორც ცხოვრობენ ბაღდათელები, ნახეთ ნათია თოიძის სპეციალური რეპორტაჟი. მანამდე კი დღის აქტუალური თემები. ძლიერი წვიმის შედეგი დაზიანებული გზები, დატბორილი სახლები, განადგურებული ნათესები და დახოცილი ფრინველი დუშეთის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის. დეტალებს კი გენო სიყმაშვილი გაგაცნობთ. გენო, როგორია ბოლო ინფორმაცია დუშეთიდან? საღამო მშვიდობის. გუშინდელმა გადაუღებელმა წვიმამ და მოვარდნილმა ღვარცოფმა დუშეთის რაიონში ყველაზე მეტად სოფელი მლაშე დააზარალა. წყალმა მანქანების სავალ გზაზე ქვაღორღი ჩამოიტანა და რამდენიმე ელექტრობოძი მოგლიჯა, რის გამოც მლაშესა და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდათ. დეტალები კი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ სიუჟეტში. დუშეთის რაიონში ინფრასტრუქტურაზე მეტად სტიქია მოსახლეობა დააზარალა. ადგილობრივების ნაწილს წყალი სახლებსა და სარდაფებში შეუვარდა. დაიხოცათ ფრინველი და დაეტბორათ ნათესები. ყოველთვის ესე მივარდება წყალი. აგე წიწილები მყონდა, წიწილები ავკრიფე. ისე დაუდე რაღაც სკამები დაუდე და ეშიკები ისე დავდე, რომ არ დამხჩალიყვნენ. სახლ შევიდა აგრე კარებიდან სუთქრად შედიოდა. ჯერ სეტყვა წამოვიდა. აი ეს სეტყვა მართლა რო არაფერი არ დააზიანა, მაგრამ წვიმამ სამაგიეროდ წამოვიდა დიდი ტყიდან დიდი წვიმა გადმოვარდა, შემოვარდა აქ ეზოში, შემოგვივარდა შიგნით, აი ეგ არ ყოფილიყავი სახლში მე მაგალითად, აი მართლა ესია. კაცი კინაღა წყალში დაიხშო. ლაშელები აცხადებენ, რომ მსგავსი სტიქიის შემოტევა თითქმის ყოველ წელს ხდება. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ტყიდან ჩამომავალი წყლისთვის არ არის გაკეთებული სპეციალური არხები, რომლებიც მოსახლეობას სტიქიისგან დაიცავს. ამ პრობლემის შესახებ გამგეობა ინფორმირებულია, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება. ძალიან არ ვიცი, უმოქმედოდ არის ჩვენი გამგეობაც და ყველა ჩვენ მიმართ. არანაირი დახმარება არავის არ გაუწევია ჩემთვის, არც გადმოსულან, არც უკითხიათ რა მდგომარეობა მაქვს. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კი განმარტავს, რომ სოფელ მლაშეში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება მათთვისაც პრიორიტეტია, თუმცა ინფრასტრუქტურულ პროექტს ბიუჯეტის სიმწირის გამო დამოუკიდებლად ვერ ახორციელებენ. ვაჟა-ჩოხელი ამბობს, რომ ადგილობრივ მთავრობას მხოლოდ ტექნიკის მობილიზება და გზების ქვაღორღისგან გაწმენდა შეუძლია. სტიქიით მიერ მიყენებულ ზარალს ამასაც დავითვლით და რახან გაკეთება უნდა გაკეთდეს ერთხელ და კაპიტალურად, რომ მომავალწელს კიდევ მსგავსი პრობლემა არ შეგვიძლია. ლაშეს გარდა სტიქიამ სოფელი საკრამულას დააზარალა. პრობლემები იდენტურია: დატბორილი ნათესები და განადგურებული გზები. უხმანალექმა დუშეთის რაიონში აღდგომლიან კარის მიმდებარე ტერიტორიას დატბორა. ცენტრალურ გზაზე წყლის მიერ ჩამოტანილი ქვაღორღი დილიდან სპეციალურმა ტექნიკამ გაწმინდა. ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის ზიანი მიადგა დუშეთის რაიონს, თუმცა გამგეობაში აცხადებენ, რომ ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია უკვე შექმნილია და მათ მიერ მომზადებული ანგარიში ხვალ გახდება ცნობილი. გმადლობ, გენო სიყმაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და დღეს კიდევ ერთი თემა. უნდა გამოიყოს თუ არა ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობა. პარლამენტში მომზადებულ კანონპროექტს მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები და ბანკების წარმომადგენლები უარყოფითად აფასებენ. დღეს მათ დეპუტატები და მთავრობის წევრები შეხვდნენ. შეძლეს თუ არა კანონმდებლებმა ცვლილების აუცილებლობაში ბიზნეს სექტორის დარწმუნება. დეტალებს თამუნა ციკლაური გაგაცნობთ. თამარ, მოგესალმები და გისმენთ. საბანკო სექტორის მთავრობის წევრებისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრების შეხვედრა დღეს კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების ავტორები ამბობენ, რომ ინიციატივის მთავარ პრინციპად ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფა რჩება. პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის პოზიციას იზიარებენ მთავრობის წევრებიც. შეხვედრა ბიზნეს ომბუდსმენის ორგანიზებით შედგა. რაც შეეხება პრინციპს გამოყოფის შესახებ, ეს არ ჩასწორდება. დანარჩენი რაც შეეხება ბიზნესის ინტერესების დაცვას, თუ რაიმე წინადადება ექნებათ მათ აი ამ ვარიანტში თავისი, ასე ვთქვათ, ინტერესების დასაცავად და ასე შემდეგ, ყველაფერზე გვექნება მსჯელობა. ეს განხილვა არ დამთავრებულა ჯერ. გაგრძელდება, იმედია რომ
მივლენ კონსენსუსამდე. ჩემი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ეს იქნება ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ჩემი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებლად სექტორი, უმნიშვნელოვანესი სექტორი ქართული ეკონომიკის ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული. ჩემთვის მოდელია მისაღები, რომელშიც კომერციული საბანკო სექტორი თავს იგრძნობს კომფორტულად. საბანკო სექტორის წარმომადგენლები ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკისგან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფის საკითხს ცალსახად უარყოფითად აფასებდნენ. მსხვილმა ბიზნეს გაერთიანებებმა, რომელშიც ბანკებიც შედიან, სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მათი პოზიცია ისეთი რადიკალური აღარ იყო. პირველ რიგში მთავარი არის იყოს ეს ტრანსპარენტული პროცედურები იყოს გაწერილი და კარგად იყოს დასაბუთებული, გაკეთებული, რატომ კეთდება, როდის კეთდება, რა არის ამის არგუმენტები და გრძელვადიანად რა შედეგის მომტანი იქნება, რა არის ამის პლუსები, მინუსები, მოხდეს ამის განხილვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებთან, საბანკო სექტორთან და აი შეჯერებული აზრის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მსგავსი ფართომასშტაბიანი შეხვედრა დღეს პირველად გაიმართა. შეხვედრას არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და არც ბანკის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. გმადლობთ, ამ ციკლაური გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში მარიამ სეთურიძე კი დღეს ორგანიზაცია მოქალაქის მიერ დაჯილდოებულ მოსწავლეებს შეხვდა. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების საშუალება წარჩინებულ მოსწავლეებს სამოქალაქო ოლიმპიადის წარმატებულად დაძლევის შემდეგ ორგანიზაცია მოქალაქის პროექტის ფარგლებში ეძლევათ. დეტალებით სწორედ მარიამ სეთურიძე ჩაგვრთობა პირდაპირ ეთერში. მარიამ, გისმენთ. საღამომშვიდობისა კონკურსი, რომელიც 3 ეტაპისაგან შედგებოდა, ორგანიზაცია მოქალაქისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მასში თავდაპირველად მე-11 კლასის 22,000-ზე მეტი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. ადამიანის უფლებების დაცვა, ახალგაზრდების დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანი წევრად ჩამოყალიბება და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა. სწორედ ეს გახლდათ ოლიმპიადის მთავარი მიზნები. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსი 3 ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე მიმდინარეობდა და საბოლოოდ გამარჯვებულად 51 მოსწავლე დასახელდა. უფრო კონკრეტულად როგორ წარიმართა დაჯილდოების ცერემონია, შეგვიძლია ჩვენს რეპორტაჟში ვნახოთ. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა. ეს არის კონკურსი, რომელიც ორგანიზაცია მოქალაქემ და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ოქტომბერში დაიწყო. რამდენიმე საკონკურსო ტესტირების შემდეგ მოსწავლეებმა საფინალო ტურზე სპეციალური ჟიურის წინაშე საკუთარი ნაშრომები პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს და საბოლოოდ საპრიზო ადგილი 51-მა მოსწავლემ მოიპოვა. აქედან 20 საუკეთესო კი ენის შესასწავლად ინგლისში გაემგზავრება. კონკურენცია ძალიან მაღალი იყო და თითოეული კონკურსანტი ნამდვილად ძალიან ერუდირებული იყო. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ პირიქით ძალიან რთული იყო მთელი ეს პროცესი, დამღრელით შეიძლება ითქვას, თუმცა შედეგი ნამდვილად არის და მიხარია, რომ ეს პროექტი ასეც წარმატებულია დღეს. საქართველოში არის პოპულაცია, ახალგაზრდა თაობა, რომელიც სულ რამდენიმე წელიწადში ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ძალად გადაიქცევა. 7-თვიან საგანმანათლებლო პროექტში ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელი თავად ბიძინა ივანიშვილიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას და მოსწავლეებს საინტერესო ბიზნეს პროექტების შექმნისაკენ მოუწოდებდა. ჩვენ თვითოულმა მოქალაქემ, თქვენს მათ რიცხვში მეც და ყველა საქართველოს მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს და ითვისოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ქვეყნის სახელმწიფოს განვითარებაზე. სკოლის მერხებიდანვე უფროსმა კლასელებმა დაიწყონ ამის შემეცნება, თეორიული ცოდნაც შეიძინეს და კონკურსები ჩატარდა. კარგად მოგეხსენებათ, რომ უპრეცედენტო აქტიურობა გამოავლინეს. დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთმა მოსწავლემ ბიძინა ივანიშვილს ინიციატივით მიმართა, რომ საქართველოს მასშტაბით შეიქმნას ანალიტიკური ჯგუფები, სადაც მოსწავლეები ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე აქტიურად იმსჯელებენ. ჩაერთოს მეტი მოსწავლეც, შეიქმნას ახალგაზრდული ანალიტიკური ჯგუფი და ვიმუშაოთ უფრო განსხვავებულ აქტიურ ფორმატში. ანალიტიკურ ცენტრს რაც შეეხება და ანალიტიკური ჯგუფის შექმნას თქვენს საფუძველზე, ამაზე ჩვენ გვიფიქრიათ. მსგავსი კონკურსის განხორციელებას ორგანიზაცია მოქალაქე მომდევნო წელსაც გეგმავს. ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მესამე საბოლოო ეტაპზე გამარჯვებული 51 მოსწავლიდან 20 საუკეთესო ერთი თვით სასწავლებლად ინგლისში გაემგზავრება.
მარიამ სეთურიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში, ახლა კი დღის მთავარი თემა. სახელმწიფო მმართველობა მოქალაქეებისთვის ღია უნდა იყოს. მათ წინაშე თავს ყოველთვის ანგარიშვალდებულად უნდა ვგრძნობდეთ. ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარემ ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონული კონფერენციის მონაწილეებს მიმართა. დავით უსუფაშვილი დღეს 20:30 სტუდიის სტუმარია. ბატონო დავით, მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვეთმეთ დრო. გამშვიდობის. ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, გრძნობენ თუ არა პარლამენტის წევრები საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშვალდებულებას? რა თქმა უნდა გრძნობენ. მაგრამ გრძნობა არა საკმარისი, საჭიროა ამ გრძნობების მიხედვით მოქმედებები. შეუძლებელია იყო პარლამენტში, შეუძლებელია იყო არჩეული, შეუძლებელია იყო პოლიტიკაში, შეუძლებელია ფიქრობდე პოლიტიკურ მომავალზე და არ გაინტერესებდეს ის თუ რას ფიქრობს შენზე ხალხი. მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი პრობლემა, ის ღონისძიება, რომელზეც თქვენს სიუჟეტში მიანიშნეთ, ეს არის მსოფლიო მასშტაბის ინიციატივა და ნიშანდობლივია, რომ სწორედ ყველაზე უფრო განვითარებული დემოკრატიები ამ საკითხში არიან უკმაყოფილო იმ დონით, რაც დღეისთვისაა, კერძოდ რამდენად მოქმედებაში არის ანგარიშვალდებული ხელისუფლება საზოგადოებასთან ერთი მხრივ და მეორე მხრივ რამდენად რეალისტურია, რამდენად რეალურია ის, რომ აქტიურ მოქალაქეებს შეეძლოთ სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიურად ჩართულობა. ეს საკითხი მოგესალმებათ ინიციატივა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბრაზილიიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან წამოვიდა, ასე რომ ჩვენ რომ ვიყოთ კმაყოფილი დღევანდელი მდგომარეობით, უნდა ვიყოთ ძალიან არასერიოზული. ანუ ერთნიშნულოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავით უსუფაშვილი უკმაყოფილო. უკმაყოფილო ვარ დემოკრატიულ მსოფლიოსთან ერთად, არა მხოლოდ ჩემს კოლეგა პარლამენტარებთან ერთად. და ამას აქვს თავისი მიზეზები. ეს არ არის იმის შედეგი, რომ პოლიტიკოსები ცუდი ხალხი ვართ. ეს არის იმის შედეგი, რომ ახალ ეპოქაში ისე გადავედით ჩვენ ყველა კაცობრიობა, რომ ზოგი რამ ვერ შევნიშნეთ და საჭირო ახლა მას დაუფიქრდეთ. ახალ ეპოქაშს მეგულისხმობ იმ ეპოქას, როდესაც თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები პრაქტიკულად ერთი მხრივ აღარ ტოვებს სფეროს, რომელშიც სხვა ადამიანი არ ერევა და არ შეუძლია ჩაერიოს და მეორე მხრივ იძლევა განუსაზღვრელად, განუზომლად დიდ საშუალებებს იმისა, რომ მოქალაქეებმა მოისმინონ დამატებით ინფორმაცია, გაავრცელონ საკუთარი აზრი, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, უწინ თუ ეს იყო სულ უწინ. მე ძალიან ახალგაზრდა როცა ვიყავი, მაშინ ეს იყო გაზეთი კომუნისტი და პირველი არხი და პროგრამა ვრემია და მოამბე და აი აქ ნათქვამი იყო ის ინფორმაცია, რომელსაც იღებდა ხალხი. და ამის იქით არაფერი არ იცოდა ხალხმა რა ხდებოდა სახელმწიფოში, არც კითხვის საშუალება იყო ამისთვის დაისჯებოდნენ და ასე შემდეგ. სად მოვედით იქიდან დღემდე? მოვედით იქამდე, რომ გვაქვს თავისუფალი არჩევნები, განსაკუთრებით ბოლო ორი არჩევნები, რომელიც იყო უპრეცედენტოდ წინ გადადგმული ნაბიჯი და ხალხის ნების ადეკვატურად გამომხატველი, გვაქვს თავისუფალი მედია, როდესაც თითოეულ მსმენელს თუ მაყურებელს, ვინც ჩვენ ახლა გვიყურებს, შეუძლია გადართოს ტელევიზორი და ჩემი აზრის საწინააღმდეგო აზრი მოისმინოს 60 სხვა არხზე. ან ზოგი დაემთახება, ზოგი არ. ანუ გამრავალფერო უნდა ეს ყველაფერი. მაგრამ ამას დაემატა ეგრეთ წოდებული სოციალური ქსელები, რომლის მეშვეობითაც ადამიანები უკვე თავად ახდენენ ზეგავლენას თქვენზე და ჩემზეც. იმიტომ თქვენ როდესაც გადაცემისთვის ემზადებით, ძალიან კარგია. გადაცემისთვის როცა ემზადებით, მარტო იმაზე არ ფიქრობთ, თქვენ რა გაინტერესებთ. კიდე ალბათ შეივლით Facebook-ზე, იქეთ, აქეთ, აბა რა თემებია, რა წამოვიდა წინ. ანუ მოქალაქეები თქვენზე ახდენენ გავლენას. ჩემზე პოლიტიკოსი ახდენენ გავლენას. და აი ამაზეა სწორედ საუბარი, ეს იყოს არა ქაოტური, არა ეპიზოდური, არამედ ამას მივცეთ სისტემური ხასიათი, რომ ჩვენ მოქალაქეებს პროაქტიულად, წინსწრებად მივაწოდოთ ინფორმაცია, რა კანონს ვიღებთ, რატო ვიღებთ, რატო დადგა ეს დღის წესრიგში, რას შეცვლის ესა თუ ის კანონი თითოეული მოქალაქისთვის, მიცი ოჯახის წევრისთვის, რა გავლენა ექნება მის ბიზნეს გეგმებზე, მის გეგმებზე შვილის განათლებასთან დაკავშირებით, ზეგ თქვათ დაგეგმილ სხვა მოგზაურობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამას ჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა, მთავრობა ამ მიმართულებით ცოტა უფრო წინა ვიდრე პარლამენტი ვაღიარებ მე ამას, მთავრობა უმფრადად დაიწყო. რა გიშლით ხელს? არა, ჩვენ ხელ კონკრეტულად ამ ახალ პროექტს გულისხმობ მე. ეს პროექტი მთავრობების დონეზე დაიწყო, მაგრამ საქართველოს პარლამენტი იყო იმ 5-6 მოწინავე სოფლიოში პარლამენტებს შორის, რომლებმაც 2014 წლის სექტემბერში სანტიაგოში გამოვიდნენ ამ ინიციატივით, რომ გავაკეთოთ უფრო მეტი.
ეხლა ამას რა ჭირდება? ამას ჭირდება ჩვენი არსებული ინფრასტრუქტურის უკეთ ამუშავება, მაგალითად პარლამენტის მაჟორიტარ deputatებს თავიანთ საარჩევნო ოლქებში ყველას გვაქვს ჩვენი მაჟორიტარის ბიუროები. დიახ. რომელსაც პარლამენტი საკმაოდ კარგად აფინანსებს. უწინ თუ ამ ბიუროებს ჰქონდა დაახლოებით 1000 ლარი და დანარჩენი თვითმმართველობების ხარჯზე ფუნქციონირებდნენ, ჩვენ ახალმა პარლამენტმა თითოეულ ამ ბიუროს გამოვყავით 5000 ლარი თვეში. შედეგით შედეგით არ ვარ კმაყოფილი. იმიტომ რომ ამ ბიუროებში არ უნდა მიდიოდნენ მხოლოდ გაჭირვებული ადამიანები დახმარების სათხოვნელად. ჩვენ გვინდა რომ ეს ბიუროები ვაქციოთ იმ ადგილებად, სადაც გაიმართება მსჯელობა ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე. საკანონმდებლო საკითხებზე ამაღლებაზე საუბრობ. საზოგადოების ჩართულობის ამაღლებაზე საუბრობ, რომელიც პასუხისმგებლობამდეც მიგვიყვანს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თუ ადამიანი არ ხარ თანამონაწილე რამის, თუ არავინ არაფერს არ გეკითხება, მარც პასუხისმგებლობას გრძნობ. ჩვენ ისიც ვთქვით ამ თავყრილობაზე, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატია, როდესაც ადამიანები ირჩევდნენ ვიღაცას, ეს იყო დიდი მონაპოვარი 19 საუკუნის. რომ მემკვიდრეობით მეფეები კი არ მართავდნენ და ჰერცოგები, არამედ ხალხის არჩეულები. დღეს 21 საუკუნეში ეს აღარ არის საკმარისი. რომ 4 წელიწადში ერთხელ ავირჩიოთ ჩვენი ხელისუფლება და მე იმან გმართოს როგორც მას მოესურვება. დღეს გაჩნდა საშუალება, რომ ჩვენი გადაწყვეტილება ხელისუფლების იყოს უფრო კვალიფიციური და ამ თვალსაზრისით პარლამენტს ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი კიდევ. ამიტომ კმაყოფილი არ ვარ, თუმცა გეგმებით და იდეებით ჩვენ არ ჩამორჩებით არც ერთ მოწინავე პარლამენტს. კი ბატონო, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი არის საარჩევნო სისტემის დახვეწა. ვთქვათ, არსებობს იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით, არსებობს ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული მემორანდუმი. თქვენ ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო თანხმობის დოკუმენტს შევერთით, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და საჭირო, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია. მემორანდუმის პირველივე პრინციპი ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვა. ბატონო დავით, შეძლებთ თქვენი კოლეგა, ვთქვათ, მაჟორიტარების ამ სისტემის, ამ კონკრეტული სისტემის უპირატესობაში დარწმუნებას თუ მოახერხებთ, როგორ ფიქრობთ? პირველ რიგში რაც შეეხება სამოქალაქო თანხმობის დოკუმენტს ამ კონკრეტულ საკითხზე, მეც და პოლიტიკური პარტიაც, რომელსაც მე წარმოვადგენ, რესპუბლიკური პარტია, ამ დოკუმენტს შევუერთით როგორც მინიმუმ 20 წლის წინ. და მოხარული ვარ, რომ დღევანდელი მდგომარეობით ამ თემაზე არის გაცილებით ფართო კონსენსუსი, ვიდრე იყო 20 წლის წინ. იმიტომ რომ ჯერ კიდევ პირველი არჩევნების დროს მოხდა ასე, რომ მეც პირადად და ბევრი ჩემი უფროსი კოლეგა მაგალითად ვახტანგ ხმალაძე და სხვები ვიყავით ჩართული საარჩევნო პროცესებში, მათ შორის კანონშემოქმედებაში და ჩვენ ყოველთვის თვლიდით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, რომ საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს განცდა, რომ პირველი თითოეული მოქალაქის ხმა არის ყველა მოქალაქის ხმა არის თანაბარი წონის და არ იყოს ისე რომ ჩვენ ვიღაცებს ვთქვათ 5000 კაცს შეგვიძლია ისეთივე გავლენა მოვახდინოთ ქვეყნის გადაწყვეტილებებზე როგორც 140000 კაცს დიდ ქალაქში, იმიტომ რომ ეს არ არის სამართლიანი და ასევე იმისთვის რომ პოლიტიკური სისტემა განვითარდეს და ჩვენ დემოკრატიის გზას თუ დავადექით, თუ ევროპული ინტეგრაციის გზას ნამდვილად დავადექით და თუ იმეს რამე სხვა აზრები არ აქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული დემოკრატიის აზრები კონდეს ბატონო დავით, ფიქრობთ ასე? რა თქმა უნდა. მაგალითად. როგორ რა ვსქვია მაგალითად, ესე ყველა მომხრეა მრავალპარტიულობის. ზოგი თვლის, რომ კარგი იყო ცხოვრება, როცა ერთცალი პარტია იყო კომუნისტური პარტია და თქვენს რიგებში არიან ასეთები ამის გულს. ჩვენს რიგებში მე საქართველოს ჩემს რიგებად აღვიქვავ. მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ საქართველოს მოქალაქეებზე. განდ უმრავლესობა ვეკულისხმევ კაცს. არა, მე ვსაუბრობ საქართველოს საზოგადოებაზე, ვისაც აღიზიანებს მრავალპარტიულობა. მაგალითად, ვინც თვლის, რომ პარტიები ეს არის თითქმის ეშმაკის მოგონილი. და პარტიები რო არ იყოს, ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნებოდა. ავირჩიოთ ერთი კარგი, ძლიერი ამ პრეზიდენტ დავარქვათ, ან რაც გინდა დავარქვათ და ის გმართავს. ეს გადმონაშთია პოსტ-საბჭოურ ეპოქაში გარდაუვალი ამბავია, ბელადომანია, მესიების ძიება და ამ შემდეგ. მოკლედ მე იმის თქვა მინდა რომ როდესაც მრავალპარტიულ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ და საქართველოს არამხოლოდ დემოკრატიისკენ სწრაფვის გამო უნდა იყოს მრავალპარტიული. თვითონ საქართველოა მრავალპარტიული. თავისი არსით, თავისი შემადგენლობით ჩვენ ვიცით რომ ჩვენ ვართ ძალიან ინდივიდუალისტები ადამიანები, ეს გამოიხატება ინდივიდებშიც, ეს გამოიხატება რეგიონებშიც, ეს გამოიხატება სოციალურ ჯგუფებში და ასე შემდეგ. ამიტომ პროპორციული სისტემა არის მარტივი ამბავი, როდესაც პროპორციულად აისახება მოსახლეობის განწყობები პარლამენტში და აღარ არის იქ მერე მსჯელობა რომ ეს სინამდვილეში ამდენმა კაცმა მომცა ხმა, მაგრამ მივიღე მანდატი ამდენ და ასე შემდეგ. რაც შეეხება დღევანდელ კონკრეტულ ვითარებას. დღეს უბრალოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩავატარეთ იმ კანონით, რომელიც საქართველოში მოქმედებდა წინა 20 წლის განმავლობაში და ეს კანონი ახლა ცნო საკონსტიტუციო სასამართლომ
არაკონსტიტუციურად. კითხვა შეიძლება იბადება რაღა მაინც ახლა. თუ წინა ხელისუფლებების დროს ესე ვთქვათ, არ ითვლებოდა ასეთ კატასტროფულ ანტიკონსტიტუციურ მოვლენად, რატომ ჩაითვალა ის ახლა ასეთად? პასუხი მარტივია. ახლა პირველად მოხდა ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან მოქმედი ხელისუფლების. იმიტომ რომ უწინ მეც ვიყავ იმ ადამიანების რიგში 2008-შიც, 2004-შიც, 99-შიც, 94-შიც, ვინც თვლით რომ ეს იყო შესაძლებელი სისტემა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოში წასვლას თვლით აბსოლუტურად უაზრობად. იმიტომ რომ გასაგებია იქ რაც მოხდებოდა, რაც უნდა ხელისუფლებას მოხდებოდა ის. ამ თავისუფლება მიგვიყვანა იქამდე, რომ სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს არ უთქვამს ის, რომ მაჟორიტარული არჩევნებია გასაუქმებელია. თავისთავად მაჟორიტარული არჩევნები არსებობს ისეთ დემოკრატიის ფუძემდებელ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. არაფერს ვამბობ თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქ მაჟორიტარული არჩევნებია. მაგრამ განსხვავება რაშია? იქ მაჟორიტარული არჩევნები სადაც არის, ოლქებში მოსახლეობის, ანუ ამორჩეველთა რაოდენობა არის თანაბარი. ესე იგი, ოლქები ისეა დაყოფილი, იმდენი სოფელი და ქალაქია თავმოყრილი ერთ ოლქში, მეორეში, მესამეში, რომ თუ მთელი ქვეყნის მოსახლეობა არის 50 მილიონი და ასარჩევია 100 კაცი, ნიშნავს, რომ ერთ ოლქში არის 9 მილიონი მოსახლე. ეს არის თანასწორობა. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ ასეთი მემკვიდრეობა ტრადიციიდან, რომ საარჩევნო ოლქები დავამთხვიეთ საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციულ დაყოფას, უბრალოდ რაიონულ დაყოფას. რამაც მიგვიყვანა აი ამ უხერხულობებამდე, რომ ერთი რაიონის ამორჩეველი თუ იქ ცხოვრობს 6000 ან 7000 ირჩევს ერთ კაცს და ქალაქი ქუთაისი ირჩევს სადაც ცხოვრობს 140.000 ამორჩეველი, ასევე ერთ კაცს. აქ დადგა ეს საკითხი, რომ 140.000-ის აზრი და 5-6-000-ის აზრი რატომ უნდა იყოს ერთი წონის? ჩვენ ხო თანასწორობაზე ვსაუბრობთ. კი ბატონო. აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ ახლა ამ დილემის წინაშე. ან უნდა საქართველოს დავყოთ თანაბარი რაოდენობის ოლქებად და ასეთ შემთხვევაში აი ეს ტრადიციული რაიონული დაყოფადან აღარაფერი დაგვრჩება და ეს იქნება ძალიან რთული, რომ ერთი რაიონის ნახევარი მეორეს მიუმატო და მესამეს გამოაკლო და ასე შემდეგ. ან გადავიდეთ იმ სისტემაზე, რომელსაც სხვა მოსაზრებებიდან გამომდინარეც პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს. 2008 წელს ყველა შეთანხმებული იყო ამ რეფორმაზე. ერთადერთი იყო ნაციონალური მოძრაობა. ერთადერთი იყო ნაციონალური მოძრაობა და ისიც მისი ნაწილი, რომელმაც ამაზე ბოლო მომენტში უარი თქვა. ახლა მიმდინარეობს ეს დიალოგი, მე მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. კოალიციაში არის ამ თემაზე მსჯელობა. და ნახოთ, ჩამოყალიბდებით ჩვენ ერთიანად პროცესს. კონკრეტული დღეს კოალიციის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში მმართველი გუნდის არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ შეგიძლიათ რამე თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ? მოდით თქვენთან ერთად ვიმარჩიელებ ცოტა. ცოტას ვიმარჩიელებ. ესე იგი, კოალიცია რომ იყოს უკვე ერთიან აზრამდე მისული, მაშინ რაღაცო დაველოდებოდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. უმრავლესობა ფიქრობს. სხვა პარტიების შემოძახილს, რომ მოდი ეს ასე გავაკეთოთ. ნუ ამას გავაკეთებთ უკვე დიდი ხანია. ანუ ეს თავისთავად ფაქტები მეტყველებს იმას, რომ კოალიცია ჯერ არ არის მისული ამ შეჯერებული არ არის თუმცა. მეორე, რაც ბატონმა ბიძინევანიშვილმა დღეს ბრძანა, ეს არ არის მისი მხრიდან პირველი განცხადება ასეთი ამ თემაზე. ჯერ კიდევ კოალიციის დაფუძნების ეტაპზე ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია კოალიციის შექმნის პროცესში და შემდგომ უკვე წინა საარჩევნო პროგრამითაც, როდესაც წავსდექით მოსახლეობის წინაშე 2012 წლის არჩევნების წინ, მაშინაც ჩვენ ძალიან ბევრი ქონდა ამაზე ნათქვამი. ასე რომ ბატონმა ბიძინამ მე მგონი ყველას ჩვენს კოალიციასაც, საზოგადოებასაც შეახსენა, რომ ჩვენ ასე ვფიქრობდით, მაგრამ ისიც ბატონი ბიძინაც ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ კოალიციაში ჯერ ამ თემაზე ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვართ. და მერწმუნეთ ეს არ არის მარტივი ამოცანა მაჟორიტარისთვის, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილებით უნდა უთხრას თავის ამორჩეველს, რომიც რა ხვალ ზეგ სხვა სისტემაზე გადავდივართ და ამიტომ თქვენ მაჟორიტარი არ გეყოლებათ. ჩვენ კოალიციამ ქართულმა ოცნებამ ეს პროცესი დავგეგმეთ და აქ შემოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორი. აი იმ რაიონებს და ქალაქებს ჩვენი ცდილობით უკვე ყავთ პირდაპირ არჩეული მერები და გამგებლები. ანუ ჩვენ მოსახლეობას ვეუბნებით, რომ ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად ჩვენი ცდილობით არის ეს სისტემა უკვე, სადაც თქვენ ირჩევთ იმ ადამიანებს, რომელმაც თქვენი რაიონი უნდა კარგად მართონ, თქვენი შეხედულებისაგან უნდა მოაწყონ ყველაფერი ამ რაიონში. ახლა ვეუბნებით, ამასობაში მთლიანად ქვეყანაა სამართავი და ეს სადაც ქვეყანაა სამართავი, იქ უკვე მოდი პატივი ვცეთ ერთმანეთს და თანაბასწორი რაოდენობით ვიყოთ წარმოდგენილი
საკანონმდებლო ორგანოში და თითოეული ხმა პარლამენტის წევრის არ ნიშნავდეს იმას, რომ აი ჩემთან ერთად 5000 მოქალაქეა, ვისაც მე როცა ხელს ვაჭერ კიის და აი მეორე მხარეს არა რომ თქვა, იმას 140,000 მოქალაქე უდგას უკან. მაგრამ აქეთ გადაწონა ამან. ანუ ორმა დეპუტატმა, რომელსაც ჯამში ყავს ამორჩეველი 10,000, გადაწონა ერთი დეპუტატის ხმა, რომელსაც ხარს უჭერს 140,000. ეს არ არის თლათ სწორი ქმედება და ამიტომ ეროვნულ დონეზე, ქვეყნის პარლამენტის დონეზე პატივი ვცეთ ერთმანეთს როგორც თანასწორ ადამიანებს და გავაკეთოთ ისეთი სისტემა, რომელიც ამას ეფუძნება. თვითმმართველობის დონეზე, ადგილობრივ დონეზე ავირჩიოთ ის ხალხი, ვინც გვჭირდება. რაც შეეხება კოალიციაში არსებულ პროცესს, მე ვისურვებდი, რომ ის უკვე დამთავრებული იყოს ამ თემაზე, მაგრამ კარგი ისაა, რომ ჯერ პროცესი გრძელდება. და არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ მივიდეთ საკმაოდ საინტერესო კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე. კი ბატონო, და ბოლო კვლევით ბატონო დავით NDS კვლევას გულისხმობ ამ შემთხვევაში ქართული ოცნების რეიტინგი 24%-მდეა შემცირებული. როგორ ფიქრობთ, თქვათ რა ფაქტორებმა განაპირობა მოსახლეობის მხარდაჭერის კლება? ამ კვლევებზე იმდენი რამე ითქვა, იმდენი ადამიანის მხრიდან, რომ ცოტა მეუხერხულება კიდე რამე ვთქვა. მოკლედ რომ გითხრათ და შემდეგში კითხვაზე გადავიდეთ. აბსოლუტური მაჩვენებლები ამ კვლევის თუ სხვა კვლევის ერთმანეთთან შედარებული, ერთთვის სხვაობით ჩატარებული კვლევების არის იმდენად განსხვავებული, რომ ის ვერ ეტევა ცნობილების პროცენტში, ასე შემდეგ, ამიტომ ეს 24-ია, 27-ია თუ 54-ია. მე ამაზე თავს ვერ დავდებ, მე ყურადღებით ვეცნობი კვლევის შედეგებს, მაგრამ უფრო ტენდენციების გასარკვევად ვიდრე არა, უბრალოდ მე ყურადღებით ვეცნობი, რომ უნდობლობას რო უცხადებ და არ წავიკითხავდი, ხა სხვა რამეს წავიკითხავდი უფრო მნიშვნელოვანს. მე ვკითხულობ კვლევის შედეგებს, მაგრამ უფრო მაინტერესებს ტენდენციები, ვიდრე აბსოლუტური მაჩვენებლები, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი სხვაობაა RDM ორგანიზაციის ორ სხვადასხვა კვლევას შორის, ან სხვადასხვა ორგანიზაციაში. რაც შეეხება იმას, იკლო თუ იმატა ქართული ოცნების მხარდამჭერთა რაოდენობამ. ჩემი აზრით, დღევანდელი მდგომარეობით გონია, რომ ეს არის იმაზე ნაკლები, ვიდრე იყო 2012 წლის ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნების დროს. მე ასე ვთვლი. იმიტომ რომ მაშინ იყო ძალიან სერიოზული ენთუზიაზმი, ძალიან სერიოზული ტალღა, მაგრამ მაშინ ჩვენ იმ პირობებში არჩევნები ჩატარდა, ძალიან ბევრმა ჩვენმა ამორჩეველმა ვერ მოახერხა თავისი ხმის დაფიქსირება, ან მაშინდელმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ სხვადასხვა გზებით და საშუალებებით თავისი მეტი პროცენტია ჩვენებიდან და ჩვენი ნაკლები, ასე რომ მე არ ვთვლი, რომ ჩვენ 2012 წლის არჩევნებში მხარს გვიჭერდა მხოლოდ ის ხალხი, ვინც დაფიქსირდა ოფიციალურად არჩევნებზე. მას შემდეგ ეს ბუნებრივი ამბავია და ჩვენ უნდა შევეგუოთ ასეთ რამეს, რომ ხელისუფლება, ეს იქნება დღევანდელი კოალიცია თუ ხვალინდელი რომელიმე პარტია თუ ლიდერი, თუ მიზნად დაისახავს აბსოლუტურ მაჩვენებლებს ისეთებს, როგორიც ჰქონდათ წინა პრეზიდენტებს და პარტიებს. 95%, 93%, 85% და ასე შემდეგ, ეს არის გზა მარცხისკენ. ჩვენ ამ პროცესს, ჩვენ ხარს გვიჭერს და მე დარწმუნებული ვარ, შემდეგ არჩევნებში ხარს დაგვიჭერს ამორჩეველთა საკმარისად დიდი რაოდენობა, საკმარისად იმისთვის, რომ გქონდეს ყველა ბერკეტი ქვეყნის სამართავად, ვიყოთ პარლამენტში უმრავლესობაში, ყავდეს მთავრობა და ვაგრძელოთ ცხოვრება წინ. ჩვენი ამოცანა არ არის 100-დან 100 მოქალაქის ჩვენ შკუაზე გადმოყვანა. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩვენს მომხრედ ქცევა ჩვენი ქმედებებით და საკმარისი ხარდაჭერის მიღება. მოკლედ რომ მიპასუხოთ, კოალიცია დატოვა ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ასევე კოალიციის მიერ ხარდაჭერით არჩეული პრეზიდენტი საკმაოდ განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს ხშირ შემთხვევაში. თქოთ, როგორ ფიქრობთ, ეს ყოველივე რამდენად მოქმედებს და როგორ აისახება საზოგადოების ნდობის ხარისხს? კოალიცია რომ დატოვა ერთმა პარტიამ, ეს არ იყო სასურველი მოვლენა და მე ვიმეორებ, რომ ამით ჩვენ დავკარგეთ და არ მოგვიგია, ასე ვთქვათ. ეს არ იყო. ზოგჯერ არის, რომ ძალიან გინდა, რომ ვიღაცა არ იყოს თქვენს გვერდით, ხო? გიშლით ხელს, ან თუ არ არის, უფრო ძლიერდები. მე არ ვთვლი, რომ ის პარტია, რომელმაც დატოვა კოალიცია, იყო ზედმეტი და მისი წასვლით ჩვენ უფრო გავძლიერდით, არ იყო ეს ასე. მაგრამ ასოაში პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველა უნდა ვიყოთ მზად ამისთვის და კოალიცია ზუსტად კოალიციას განმარტება არის, რომ რამოდენიმე სუბიექტია და ზოგჯერ ყველა სუბიექტი ერთ ჯგუფზე ვეღარ არის და მიდის ამ დონემზე და ამ ზომამდე. ამიტომ მათი გასვლა არ იყო კარგი, მაგრამ ეს ფაქტია და ეს ასე ვთქვათ პოლიტიკური ცხოვრების ნორმაა თითქმის ყველგან. რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩვენ უნდა გავიაზროთ ერთი რამ, რომ აღარ არის საქართველოში ის სისტემა,
როდესაც პრეზიდენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და მმართველი ძალა. შესაბამისად, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პრეზიდენტი არ არის რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის მსახური, მისი ინტერესების გამომხატველი. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და მან უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოების გამართული ფუნქციონირება. აქვე გკითხავთ, რადგან პრეზიდენტზე ვსაუბრობთ, აქვე გკითხავთ,ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენა არ დარჩენის საკითხი საკმაოდ დიდი ხანია განხილვის საგანია. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას? დავასრულებთ შეიძლება დაავლაბარშიც მივიდეთ მე და გადმოვიდეთ იმ კეთს პოლმონების მოედანზეც. პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი თავის მოქმედებებში, მაგრამ რა თქმა უნდა პრეზიდენტს ისევე მოეთხოვება თავისი გადაწყვეტილებების ახსნა საზოგადოებისთვის, როგორც ნებისმიერ სხვა პოლიტიკოს, იმიტომ რომ სინამდვილეში მას ძალიან სერიოზული როლი აკისრია. მე ყველა გადაწყვეტილება პრეზიდენტის არ მომწონებია ერთნაირად, ყოფილა გადაწყვეტილებები, რომელიც ძალიან არ მომწონებია და ჩამითვლია, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი შეცდომა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტიც ასე თვლის, რომ მეც რაღაცები სწორად არ გადამიწყვეტია და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ნაწილში ჩვენ უნდა მოვახერხოთ თანაარსებობა და პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტებს. არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობს პიროვნება გიორგი მარგველაშვილი, პიროვნება უსუფაშვილზე. პრეზიდენტი მარგველაშვილი ვალდებულია მიიღოს ეს მოცემულობათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილია და ჩვენ მოვახერხოთ კონსტიტუციის ჩარჩოებში ნორმალური ურთიერთობა, ისე რომ ქვეყანა არ დავაზარალოთ. რაც შეეხება უთანხმოებებს და შეუთანხმოებ რაღაც საკითხებს, რომელზეც შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული. ეს ნორმალურია, კიდევ მეორებ, თუ ის არ აზარალებს ქვეყანას. რაც შეეხება რეზიდენციას, ამ თემაზე ძალიან ბევრი ითქვა, იყო სხვა გეგმა, ეს იყო თავად პრეზიდენტის გეგმაც თავიდან. პრეზიდენტმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და გეგმა იმ პროცესში, რა პროცესიც გავიარეთ და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც დღეს მიიღო. ამ ნაწილში მე მას არც ვუწუნებ და არც ვუწონებ ამ გადაწყვეტილებას. ეს ყველაფერი არის შესაძლებელი ხოლმე ისევ და ისევ ხალხის და ამორჩევლის. მაგრამ უნდა შევეცადოთ მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები. მაგალითად, ახლა ამ წუთის მდგომარეობით საქართველოს პარლამენტს ორი შენობა აქვს. ეხლა ეს არის გონივრული გადაწყვეტილება? არ არის გონივრული გადაწყვეტილება. აპირებთ თბილისში გადმოსვლას. ვაპირებთ კი რა ძალიან გვინდა, მაგრამ ამას ჭირდება მარტო დაპირება არა 114 ხმა პარლამენტში. ასეთი თემები არ უნდა ვაქციოთ ყველაზე უფრო ესეთ ხშირად განსხილვად თემებად. იმიტომ რომ ჩვენ სინამდვილეში ვართ ძალიან რთულ ვითარებაში. ჩვენს კარიბჭესთან უშუალოდ აი საზღვართან არის ომი. და ჩვენ ვიცით, რომ ამ ომის თეატრი თავარი აგრესორის თვალში მოიცავს ჩვენს რეგიონს და ჩვენს ქვეყანასაც. ამიტომ მე არ ამგონია, რომ გვაქვს ჩვენ იმისი ფუფუნება, რომ რაღაც ამ ტიპის საკითხებზე ვერ ჩამოვყალიბდეთ ისე, რომ დავასრულოთ ეს კამათები. გავრცელებული ინფორმაციით, ბატონო დავით, მოქმედი პრემიერის შესაძლო შემცვლელად სახელდება ორი პირი. ეს არის ნოდარ ჯავახიშვილი და თქვენ დავით უსუფაშვილი. მოქმედი პრემიერის? დიახ, მოქმედი პრემიერი. საინტერესოა. პირველად გაიგებთ, აპირებთ პრემიერობას ბატონო დავით თუ არა? მე პოლიტიკოსობასაც არ ვაპირებდი საერთოდ. ესე იგი, მახსოვს 2005 წელს, როდესაც იმდენად გავბრაზდი მაშინდელ ხელისუფლებაზე, მე რესპუბლიკური პარტიის წევრი ვარ 90-იან წლების ძალიან ადრე დროიდან 91 წლიდან მანამდე დასში ვიყავ. ანუ პარტიის წევრი სულ ვიყავი, მაგრამ მიუხედავად ძალიან ბევრი სხვადასხვა ვითარებებისა და შემოთავაზებებისა და ასე შემდეგ, არ გადავდგი ნაბიჯი პოლიტიკაში და ასე შემდეგ, მაგრამ 2005 წელს იმდენად გავბრაზდი იმაზე უკვე რაც ხდებოდა ქვეყანაში და იმდენად შემაწუხა სინდისმა, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც მაშინ ხელისუფლებაში იყო, ჩემი მეგობრები იყვნენ ბევრნი, ერთად ვიყავით სამოქალაქო სექტორში და პოლიტიკოსებიც, ვარდების რევოლუციის გამარჯვებული პოლიტიკოსებიც, მაშინ ჩვენთან ყველაზე უფრო ახლომდგომი პოლიტიკური ძალა იყო. ასე რომ რაღაცნაირად ჩემი პასუხისმგებლობაც იყო. გაბრაზდეს ბატონი დავით უსუფაშვილი. მაშინდელი გაბრაზება, ესე იგი, რომ არ შეიძლებოდა გვერდზე დგომა თუ არა პოლიტიკაში არ ყოფნა და მაშინ მახსოვს ჩემს კოლეგებს სამოქალაქო სექტორიდან წერილიც მივწერე, რომ აი ასეა და მე მგონი ახლა ესაა სწორი თქო. 2005 წლიდან ეს გაბრაზება გამყვა 2011 წლის შემოდგომამდე. და ესე იგი პარტიის ყრილობა უკვე დაგეგმილი ჰქონდა, მე თავმჯდომარეობიდან მივდიოდი, ანუ ვადამეწურებოდა და აღარ ვაპირებდი ხელახლა კენჭისყრას და მე დამღუპა ბატონო ბიძინა ივანიშვილმა თავისი განცხადებით, რომ მოვდივარ პოლიტიკაში, ვაკეთებ ამას, პარტნიორებად
დაასახელა რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები და მომიწია დარჩენა. და როდესაც ვართ პოლიტიკაში, უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ის საქმე, რომელიც ყველაზე უკეთ გამოგვდის. მე მგონია, რომ ამ წუთში მე ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც როგორც პოლიტიკოს შესაძლოა კარგად გამომდიოდეს. მე არ მგონია, რომ ამ წუთში მე რამე სხვა საქმე უკეთ გამომივა. ავსვაში ცხოვრება გრძელდება. ასე რომ ამ ტიპის თემებზე დიდ დროს უნდა ვხარჯავთ, ამით უმეტეს რომ კოალიციაში არანაირი ცვლილებები არ იგეგმება ამ თვალსაზრისით. კოალიცია მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, პარლამენტმა სულ რაღაც ერთი თვის წინ დაამტკიცა, დობა გამოუცხადა ახალ მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ministrებს და ჩვენ ეს დობა გამოუცხადეთ მთავრობას 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე. ასე რომ ასე გავაგრძელებთ ცხოვრებას. ბატონ დავით, იუსტიციის სამინისტრო მოამზადა პროკურატურის რეფორმის პროექტი. ეთია წულუკიანს იმედი აქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ეყოლება ახალი მთავარი პროკურორი. თქვათ, თქვენ ბუნებრივია მაინტერესებს როგორ აფასებთ ამ დაგეგმილ ცვლილებებს და ხელს შეუწყობს თუ არა თქვათ ეს ცვლილება პროკურატურის დამოუკიდებლობას. როგორ აიცით საქმე? საქართველოში ბევრია მოქალაქე ტანჯული პროკურატურისგან, მაგრამ თავად პროკურატურაც მრავალტანჯული ორგანოა. იმიტომ რომ პროკურატურა იყო ჯერ ცალკე სტრუქტურა, კონსტიტუციური დამოუკიდებლობის სტატუსი ჰქონდა ასეთი, მერე ის ვითომ შეუერთდა იუსტიციის სამინისტროს, გახსოვთ სურაბადეიშვილის პერიოდში, მაგრამ სინამდვილეში მოხდა არა პროკურატურის შეერთება იუსტიციის სამინისტროსთვის, არამედ იუსტიციის სამინისტროს შემოერთება პროკურატურისთვის. და ჩვენ როდესაც 2012 წელს გავხდით პასუხისმგებელი ხელისუფლებაზე დამთავრება დავაკომპლექტეთ, აღმოჩნდა რომ სისტემა იყო სრულიად გაუმართავი და არასწორი. მივიღეთ გადაწყვეტილებები პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს შორის დისტანცირების თაობაზე, მაგრამ ზედმეტი მოგვივიდა და პროკურატურა რაღაცა ძალიან ჰაერში გამოეკიდა, იმიტომ რომ ერთი მხრივ იუსტიციის ministris როლი ამ საკითხში სრულიად სიმბოლურამდე დავიდა. მეორე მხრივ ის არავისთან აგარიშვალდებული არ აღმოჩნდა და ასე ვთქვათ ცოტა გაუგებარი ვითარება მივიღეთ. ის პროექტი, რომელიც შემოტანილია პარლამენტში, ეს იყო განხილვისაგანი კოალიციაში, რა თქმა უნდა, სანამ მთავრობაზე იქნებოდა იგი მოწონებული. მე პირადად სრულად ვიზიარებ იმ პათოს და მიდგომებს, რაც ამ პროექტშია, თუმცა ბევრი რამ შესაძლოა აღმოჩნდეს დასახვეწი. პროექტი გაგზავნილია ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის, თუმცა ჩვენ პარლამენტში ამის გამო არ დავაყოვნებთ განხილვის პროცესს, მაგრამ ალბათ ეს დასკვნაც წამოგვეწევა. სინამდვილეში რა მოხდება? მოხდება ის, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზრდება და მისი დეპოლიტიზირებულობის ხარისხი შემცირდება. ეს მიიღწევა იმით, რომ პროკურორი დაინიშნება პარლამენტის ვადაზე მეტი ვადით, ანუ ჩვენ ამ ცვლილებას თუ განვახორციელებთ და პროკურორი დაინიშნება, მისი ბედი არ იქნება დამოკიდებული მომავალი არჩევნების შედეგებზე. შესაბამისად, მისი ამოცანა იქნება კანონის დაცვა და არა თვალებში ყურება დღევანდელი თუ მომავალი ხელისუფლებისთვის. სხვა შორის იგივე მოდელია, იგივე ამოცანაა ჩადებული უსაფრთხოების სისტემის რეფორმის მიმართულებით, სადაც შემოსავლების პოლიციური და უსაფრთხოების სამსახურების გამოჩენა. სამწუხაროდ მინდოდა მეკითხა, მაგრამ დრო ფაქტობრივად დამოიწურა და აუცილებლად უნდა გითხოთ ბიუროზე დარეგისტრირებული უკვე შესაბამისი კანონ პროექტი. მაინტერესებს, რას ფიქრობთ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას? აქ შეგახსენებთ თავდაცვის მინისტრი არის მომხრე და მან განაცხადა, რომ მარიხუანის მოხმარებაზე სასჯელი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ეს სერიოზული თემაა და მე ვისურვებდი რომ ამ თემაზე რაღაც ერთი კატეგორიული მსჯელობები მას შემდეგ განვახორციელოთ, როდესაც დავასაბუთებთ, იმიტომ რომ ამ ტიპის თემებზე ყველა ქვეყანაში და საზოგადოებაში როგორც წესი ძალიან სწრაფად ხდება პოლარიზება. აი როგორც აბორტის მომხრეები, მოწინააღმდეგეები, ხო აქ ძალიან ძნელია მე მათ შორის ვთქვათ საერთო ენის მონახვა, იმდენად პოლარიზება ხდება. მე მინდა დავინახო პირველ რიგში საგნობრივი დებატები იმის თაობაზე, ერთი გზა რას გვაძლევს და მეორე გზა რას გვაძლევს. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ნარკოტიკი ეს არის საშინელება და ნარკომანიას უნდა ვებრძოლოთ. ახლა გადავდივართ შემდეგ თემაზე. რა მეთოდები და საშუალებებია ამ სენთან ბრძოლის ეფექტური და ბრძოლისას რაღაცა ტიპის მეთოდის გამოყენებისას უფრო მეტ ზიანს ვარ ვაყენებთ იმას, რასაც გვინდა გავუფრთხილდეთ, ხო? გვინდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ახალგაზრდებს, თუ არა მარტო ახალგაზრდებს, მოვალთაობას, მშობლებსაც, თუ ვინმე ნარკომანია და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა ეს ადამიანები დავიცვათ, მათი ოჯახის წევრები დავიცვათ ამ სენისგან. ეხლა როდესაც ამაზე გადავდივართ, ჩვენ გავიხედოთ გარშემო მსოფლიოში. სად როგორ ხდება ეს ამბავი?
მაგალითად ის რომ ნარკოტიკის გამსაღებელი და რა ქვია რეალიზატორი და დამამზადებელი და ასე შემდეგ უნდა დაისაჯოს, აქ არავინ ამაზე არაფერს არ ლაპარაკობს. მეორე, ის რომ ეგრეთ წოდებული მძიმე ნარკოტიკები, რომელიც ნარკოტიკული სიმთვრალის იმ დონეს აღწევს, რომ ადამიანი უკვე ასე ვთქვათ საშიში ხდება თავისთვისაც და სხვისთვისაც და ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე ემუქრება, რა თქმა უნდა აქ სერიოზული ბრძოლაა საჭირო. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ეგრეთ წოდებულ სუბუქ ნარკოტიკებზე, ანუ ისეთ თემაზე, რომელსაც ჯარიმით და ციხესჩასმით თუ შევებრძოლებით მივიღებთ თუ არა შედეგს, აი ამაზე უნდა დავუსვათ კითხვა. ამიტომ აქ არ არის საუბარი ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე, რომ თავისუფალ ბრუნვაში იყოს და ვისაც რა უნდა ისაკეთოს, აქ არის საუბარი იმაზე, სასჯელით ვებრძოლოთ ამ მოვლენას თუ სხვა საშუალებებით. თუ ჩვენ მაგალითად სტატისტიკას გადავხედავთ, აი ახლა მე მინდა რომ ეს მსჯელობა გაიმართოს, რომ მაგალითად რა მონაცემები გვაქვს იმის თაობაზე, რამდენია მარიხუანას მომხმარებელი საქართველოში და რა მონაცემები გვაქვს იმის თაობაზე, რამდენია დასჯილი. და თუ ნახავთ რომ მაგალითად 1000-დან მხოლოდ ერთია დასჯილი, მაშინ ესე იგი ეს მეთოდი არ არის ეფექტური, იმიტომ 999 აგრძელებს მოხმარებას. ეხლა ამასობაში იმ ერთის დასაჭერად 1000-დან ერთი რო დავიჭიროთ, თუ ჩვენ პრაქტიკულად ყველა მოქალაქე და ყველა ახალგაზრდა უნდა ყავდეს ლუპის ქვეშ, რომ მოწეული ხომ არ გაქვს, აბა ერთ წამოდი გავარკვიოთ ეს ამბავი და ამ პროცესში, ესე იგი, მეც ვაშავებთ და მეც ვარღვევთ, ვიდრე შედეგს ვიღებთ, აი ეს არის ასაწონ დასაწონი. ამიტომ მე პირველ რიგში არ ვარ მომხრე, ესე თქვა, ტაბუების, რომ ეს არ შეიძლება. მე ვარ მომხრე იმისა, რომ კარგად შევისწავლოთ ეს საკითხი, როგორ ებრძვიან ამ სენს მოწინავე ქვეყნებში, მოწინავეში მე ვგულისხმობ არა მხოლოდ დემოკრატიის თვალსაზრისით მოწინავე, არამედ იმ ქვეყნებში, სადაც ამისი გამოცდილება არსებობს და ვნახოთ შედეგები. თქვათ, რომელმა ქვეყანამ რა გზით, რა წარმატებას უფრო მიაღწია. ამიტომ მე ამ ეტაპზე ვისურვებდი, რომ გაიმართოს საგნობრივი დისკუსია და არა ისე, რომ მე ვარ ამის მომხრე და მორჩა, არ მაინტერესებს თქვენი აზრები. მოდი ჯერ დაგვაინტერესოს ჩვენ ერთმანეთის აზრებმა და სანამ ეს საზოგადოებრივი დისკუსია რომ გაიხსნა, ეს კარგია. ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ ნუ გაღიზიანდებიან მაშინვე, თუ ახლა მე მისმენს ვინმე, ვინც არის მომხრე ლეგალიზაციის. და ახლა ჩაიქნია, ხილა ეს კაცი გაუგებრად ლაპარაკობს, რაღაც შუას ეძებს და ამიტომ ჩაუნწერეს. ან მეორე მხარემ, ვინც თვლის რომ ეს უნდა იყოს დასჯადი. ეს ახლა იქ მეორე ბანაკშია. მოდი, ჯერ დავშვიდეთ, ბანაკებად ნუ დავიყოფით, კარგად გავიგოთ რაზეა საუბარი და მერე ჩამოვაყალიბოთ პოზიციები. მაგრამ ამას არ შეიძლება მოვახმაროთ კიდე 20 წელი. იმიტომ რომ ნარკომანია სინამდვილეში ანადგურებს ჩვენს ქვეყანას, ისე როგორც ძალიან ბევრ სხვა საზოგადოებას. უღრმესი მადლობა. ეს ცუდნოტაზე დავამთავრეთ, ნარკომანია ანადგურებს, ძალიან ბევრი სხვა რამ პერსპექტივებს გვაძლევს და კარგად წავაცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა. დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობდა 2030-ის შეკითხვებს. რამდენიმე წუთში კი ნახავთ ნათია თოიძის სპეციალურ რეპორტაჟს ბაღდათიდან. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ 2030 რეგიონში. გახდება თუ არა ბაღდათის რაიონი ტურისტებისთვის მიმზიდველი, გამოჩნდება თუ არა ისტორიულ კურორტ ზეკარს ინვესტორი. ტურისტების სიმრავლით გამორჩეული კურორტის საირმე და დღემდე შეუსწავლელი ვარციხის პოტენციალი. ნახეთ ნათია თოიძის სპეციალური რეპორტაჟი ბაღდათიდან. ეს სოფელი ვარციხია. ბაღდათის რაიონი სწორედ ამ სოფლიდან იწყება. პირველი რაც გზაზე გვხდება, როდოპოლისის კედელია. როდოპოლისის პირდაპირი ქართული თარგმანი არის ვარდების ქალაქი. აქ ამ ადგილას სამი მდინარის შესართავთან აბრეშუმის გზა გადიოდა. ძველი წელთაღრიცხვის მე-6-მე-4 საუკუნეების ძეგლზე სრულფასოვანი არქეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა. ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, რა საიდუმლოს ინახავს როდოპოლისის უძველესი კედლები. არქეოლოგიური სამუშაოები რამდენიმე წლის წინ დაზვერვითი კვლევების ჩატარებით შემოიფარგლა და მალევე შეწყდა. ეს ისტორიული ადგილი ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში ბიზანტიურ წყაროებშია მოხსენიებული. ცნობების თანახმად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვარციხეს დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ვარციხის პოტენციალი დღემდე შეუსწავლელი და გამოუყენებელია. ვარციხის ტერიტორიაზე განლაგებული არის 6 ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი. თვითონ ციხესიმაგრე შიგნით არის მე-12 საუკუნის
ეკლესია, მოქმედი ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის, მე-4 საუკუნის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის საძირკვის ნაშთები, სენაკის ნაშთები, აგრეთვე არის ორი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი, ეგრეთ წოდებული ანანოების სასახლე და სენაკის ნანგრევები ანანოების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნამდვილად აქვს შანსი ვარციხეს, რომ კულტურა და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იყოს და ქვეყანას როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეული დივიდენდები მოუტანოს. ვარციხიდან მუნიციპალიტეტის ცენტრი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ბაღდათი ქალაქად 1991 წელს გამოცხადდა. 1990 წლამდე თითქმის 50 წლის განმავლობაში დასახლებულ პუნქტს მაიაკოვსკი ეწოდებოდა. ბაღდათში მდინარე ხანისწყლის ნაპირას ამ ძალიან ლამაზ ეზოში რუსი პოეტის ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი მდებარეობს. ამავე ეზოშია ბაღდათის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიც. სახლი და ეზო, სადაც ვლადიმერ მაიაკოვსკი დაიბადა, საუკუნე ნახევარზე მეტი ხნისაა. ბაღდათში ყველა მიცის, რომ სახლიც და ეზოც ზუსტად ამ მდგომარეობაში მაიაკოვსკის მშობლებმა ადგილობრივი მცხოვრებისგან, კუჭუხიძისგან იქირავეს. მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარე ორივე შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე წლის წინ ფონდ ქართუს დაფინანსებით ჩაუტარდა და ყველა დეტალი პირვანდელი სახით აღდგა. მაიაკოვსკის და მხარეთმცოდნეობის მუზეუმებს ტურისტები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული დამთვალიერებლებიც უკვე ხშირად სტუმრობენ. როგორც მუზეუმის თანამშრომელი ამბობს, ყოფილი ხელისუფლების დროს მუზეუმებში მისულ რუს ტურისტებს პრობლემებს უქმნიდნენ. თითოეულ მათგანს უშიშროების 3 ან 4 თანამშრომელი დაჰყვებოდა. ეს არის ისეთი კულტურული დაწესებულება, რომელიც მსოფლიო ნებისმიერი კულტურული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისი ნახვა და აქ რამე შეზღუდვა და შიში და ესა წარმოუდგენელი უნდა იყოს უბრალოდ. ის დიდი პოეტი, გენიალური ლირიკოსი, მისი შედევრები, შარლიანი ღრუბელი, ხერხემლიანი ფლეიტა, ამის შესახებ ფაქტიურად თითქმის არაფერი ინფორმაცია არ ჰქონდა საზოგადოებას, ხოლო ის რომ იყო უზარმაზარი მხატვარი, კარიკატურისა და პორტრეტის დარგში მოღვაწეობდა. იყო უზარმაზარი მსახიობი, დრამატურგი, სცენარისტი და ყველა ამ მიმართულებით მას ფაქტიურად თანაბრად უაღრესად მნიშვნელოვანი და მძლავრი სიტყვა აქვს ნათქვამი. ფაქტიურად ამ კუთხით საზოგადოება მას საერთოდ არ იცნობდა. ბაღდათის რაიონის მოსახლეობის შემოსავლის წყარო მევენახეობაა. სოფელ მეორე ობჩაში, სადაც განსაკუთრებით ხარისხიანი ობჩური ცოლიკოური და ოცხანური საფერე მოდის, მოსახლეობამ ბოლო წლებია ვენახების გაშენება და გაფართოება გადაწყვიტა. ეს ცნობილი მეღვინის სიმონ ჩხეიძის ოჯახური მარანია სოფელ მეორე ობჩაში. ქვის მარანი 1960 წელს ააშენეს და ახლა მის გაფართოებას გეგმავენ. ქვევრები უკვე მოტანილი აქვთ. მარანში 2 ტონიანი ქვის ძველებური საწნახელი და 12 ქვევრია. ტონიან და 700 ლიტრიან ქვევრებში სიმონ ჩხეიძის შთამომავლები ოცხანურ, საფერეს, ციცქას, ობჩურ ცოლიკოურსა და კრახუნას აყენებენ. ეს ქვევრები ყველაფერი ჩაყრილი არის ბაბუასწორით. და ნუ იქიდან მოყოლებული იწარმოებოდა ამაში ღვინო. ძირითადად აღდგებოდა და ის როგორ არის ეს დიდები არის თითო ტონიანია ეს 2 და შემდგომი 400, 300 და ნუ ესე ნელ-ნელა იკლებს ეს როგორც წესი ადრე როცა ჭურჭელი ცოტა იშვიათი იყო. გადაღების მიზნით უფრო ნაკლებ ღვინო როდესაც გაიხარჯებოდა, ნაკლებ და ნაკლები ლიტრაჟის ქვევრში გადაქონდათ. სიმონ ჩხეიძის მარნის ღვინო დაახლოებით 2000 ბოთლამდე ქართულ ბაზარზე უკვე გავიდა. მარანი ღვინის ტურისტულ მარშრუტშიცაა ჩასმული და ჭურის ღვინის დასაგემოვნებლად ტურისტები ხშირად მიდიან. ჩხეიძეების მარანს არც თანასოფლელი დეგუსტატორები აკლია. ობჩელების დიდი ნაწილი მევენახეობა მეღვინეობის კიდე უფრო განვითარებას აპირებენ, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ბაზარზე უხარისხო შხამქიმიკატების არსებობა მათ ვენახებს საფრთხეს უქმნის. სასურველია ვაზი შეიწავლოს სისტემური კონტაქტურით და არა სისტემურით, რომელიც მე აღწევს ნაყოფშიც და ვინაიდან სპილენძის შემცველობა ჩაბიამანში, რომელიც შემოდის შედარებით ნაკლები, იმ დაავადებს ვერ უმკლავდება, რასაც უნდა გაუმკლავდეს. ბაღდათის მუნიციპალიტეტისათვის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო ცნობილი კურორტებია. ეს ქუთაისი ბაღდათის საირმის გზის მონაკვეთია, რომელზეც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 6 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია ჩვენი ინფორმაციით 2 თვეში უნდა დასრულდეს.
ასფალტის საფარი დაიგება და თავისთავად სანიაღვრე არხები კეთდებოდა. კურორტ საირმემდე მისასვლელი გზა მთლიანად აღდგენილია. ბაღდათიდან 22 კილომეტრში მდებარე კურორტამდე მისვლა შეუფერხებლად არის შესაძლებელი. საირმის შესახებ პირველი ისტორიული ცნობები 1703 წელს ვახუშტი ბაგრატიონთან გვხვდება. სამკურნალო, თერმული და მინერალური წყლების მდიდარი საბადოები, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები. ეს ყველაფერი თავმოყრილია ერთად ბალნეოლოგიურ კურორტ საირმეში, რაც მათ განსაკუთრებულს და გამორჩეულს ხდის მთელს ევროპაში. ბოლო 4 წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად კურორტზე სამვარსკვლავიანი სასტუმროები მოქმედებს და მოწყობილია ინფრასტრუქტურა. სამედიცინო ტურიზმის ფარგლებში კურორტზე სხვადასხვა ქვეყნებიდან სამკურნალოდ ჩამოსული ადამიანების სიმრავლეა, თუმცა საირმის პოტენციალი ბოლომდე ათვისებული ჯერ კიდევ არ არის. ეს გზა კი ზეკარისაკენ მიდის. ზეკარი ბაღდათის რაიონში კიდევ ერთი ცნობილი კურორტი იყო. ცენტრალური გზიდან კურორტამდე სულ 14 კილომეტრია. თუმცა გზის ბოლო 4 კილომეტრიან მონაკვეთზე გადაადგილება მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის შეუძლებელია. ულამაზეს ბუნებაში კურორტისაკენ მიმავალი გზა ისტორიულია. თამარ მეფის დროინდელი სამხედრო გზის ნაწილი ერთმანეთთან სამხრეთ საქართველოსა და იმერეთს აკავშირებდა. ამ გზაზე ბევრ დამპყრობელსაც გამოუვლია. ერთ-ერთი მათგანი კაკაფაშას სახელობის ხიდი. ზეკარის გზაზე დღესაც არსებობს და მას კაკას ხიდს ეძახიან. კურორტის გარშემო არის რამდენიმე ნასოფლარიც. ისტორიული სოფლები მოსახლეობისაგან თითქმის დაცლილია. კურორტი განადგურებული დაგვხდა. ზეკარში 90-იანი წლების შემდეგ ინფრასტრუქტურა მთლიანად მოიშალა. მოპარულია ელექტროენერგიის სადენებიც. ამ შენობას, რომელიც ზეკარის კურორტზე მდებარეობს, თამარის აბანოებს უწოდებდნენ. ჩვენ ინფორმაციით აქ უნდა ყოფილიყო 6 აბანო. აბა ნახოთ რა დღეშია აქ ერთ-ერთი მათგანი. ვითარება საგანგაშოა როგორც ჩანს. სხვა აბანო ნახოთ. ამ შენობას აბანოებში შესასვლელი აივნები ჩამონგრეული აქვს როგორც ჩანს. სიძველისგან. აი ერთ-ერთ მათგანზე არის მხოლოდ გადასასვლელი. მოდი გადავიდეთ, აბა შევამოწმოთ. ამ აბანოში რა მდგომარეობა? აქ შედარებით ნორმალური სიტუაცია ჩანს. აბანო სუფთა, აბა წყალი შევამოწმოთ. კარგი წყალია. ცხელი წყალი. ეს არის სამკურნალო წყალი, რომელიც ძველსახსროვანი სისტემებისთვის არის კარგიო, ასე ამბობენ. 90-იანი წლებიდან მოგეხსენებათ საქართველოში რა დრამატული მოვლენები განვითარდა და ამ პერიოდისათვის უშუქობამ პირველ რიგში, შემდეგ გზა დაზიანდა და თანდათან დაკარგა ამ კურორტმა მნიშვნელობა, თორე ეს იყო ჭეშმარიტი სახალხო კურორტი. რომ ნებისმიერ დროს განსაკუთრებით ზაფხულში აქ იყო უამრავი დამსვენებელი, 4 კილომეტრიანი გზა არის დაზიანებული და ამავე რაოდენობის მავთულიც ბოძები არსებობს. მაგრამ თვითონ მართული ის პერიოდი იყო მოგეხსენებათ 90-იანი წლები, იმ პერიოდში დაიკარგა და ის მერე არის უშუქობა. რაიონის ბიუჯეტი და ბიუჯეტის გათვალისწინებით წარმოუდგენელია ამ გზის შეკეთება, ჩვენი სახსრებით ამ კურორტის რეაბილიტაცია. ვფიქრობთ, რომ მოვიწვიოთ ინვესტორი, მოვიზიდოთ ინვესტიციები, არა და მიმზიდველია, ძალიან მიმზიდველია ეს ხეობა. როდის გამოჩნდება ზეკარის კურორტით დაინტერესებული ინვესტორი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ 1990 წლამდე სანამ კურორტი მთელი დატვირთვით მუშაობდა, ახლო მდებარე სოფლები დასახლებული იყო. მოსახლეობა კი დასაქმებული. მოიჭიდო აქეთ, მოიჭიდო. დაასწორი ახლა წამოდი. აი. ესა ვერ გაასწორე? ნორმალურად. როგორც ჩაჩინები იყო და წყალმა გამოიკა. აია. ეს ნათია თოიძე იყო ბაღდათიდან, სადაც იმედი არსებული პრობლემები დროულად და უახლოეს მომავალში დაარეგულირდება და ეს რიგითი მოქალაქების კეთილდღეობაზე აისახება. ნათია თოიძე რეგიონში განაგრძობს მუშაობას, ხვალკე უკვე ნინუცა კახნიაური ხონიდან ჩაგვერთვება. ეს 20-30-ია. მე მაკაცინცაძე ვარ და მე ცხოველამდე გემშვიდობებით. მშვიდ ღამეს გისურვებთ დროებით.